აუდიო ჩანაწერი, რომელიც ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში რუსულ კვალზე მიუთითებს ბაქოსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის გაღრმავების საფუძვლად იქცა. ირკვევა, რომ 38 ადამიანის სიცოცხლე მოსკოვის სიტყვას შეეწირა. აზერბაიჯანული მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების მიხედვით ლაინერს, რომელიც რეისს ბაქოდან გროზნოს მიმართულებით ასრულებდა, ცეცხლი რუსეთის საჰაერო თავდაცვის კაპიტნის ბრძანებით გაუხსნეს. მოსკოვის საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს, ბაქოსთან ურთიერთობის გაფუჭების მცდელობაში კი კიევს ადანაშაულებს. კიევი მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობების დისბალანსირებას ცდილობს. ცეცხლზე ნავთს ასხამს და ყველაფერს აკეთებს, რომ ემოციური ქმედებების გასაგრძელებლად აზერბაიჯანული მხარის პროვოცირება მოახდინოს. რუსეთი აზერბაიჯანს არასდროს დამუქრებია და არც ახლა ემუქრება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის ბაქოს მტკიცებით აზერბაიჯანელების სახლებში ჩატარებული რეიდები, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძალადობრივი ხასიათის იყო და ეთნიკური ნიშნით ანგარიშწორებას ჰგავდა. მაშინ, როცა რუსეთი გარდაცვლილი ძმების ავადმყოფობაზე მიანიშნებს, ექსპერტიზის დასკვნაში კი სასტიკი წამების შესახებ წერია. ზიადინის თავის ქალის გახსნის შემდეგ ტვინის ქსოვილებში სისხლჩაქცევები გამოვლინდა, რაც პლაგვისაგნით მიყენებული ტრამვის შედეგია. გარდა ამისა, თავისა და გულმკერდის ტრამვასთან ერთად მას სხეულზე მრავლობითი მოტეხილობა აღმოუჩინეთ. მის ძმას ჰუსეინს კი ყველა შინაგანი ორგანო რუსეთში ჩატარებული წინა გაკვეთის დროს ამოკვეთეს, რაც სიკვდილის რეალური მიზეზის დამალვის მცდელობაზე მიუთითებს. ის, რაც რუსული რეიდებითა და აზერბაიჯანელების მკვლელობით დაიწყო, საბოლოოდ რუსების დაკავებით დასრულდა. 8 მათგანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. აზერბაიჯანული მხარე მათ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობაში ადანაშაულებს და ნარკოტიკებით ვაჭრობას ედავება, თანაც ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეების სასამართლო დარბაზში ნაცემ მდგომარეობაში სხვადასხვა სახის დაზიანებებით მიიყვანეს. მხდარის გამო აზერბაიჯანის ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა. ორმხრივი ურთიერთობების განზრახ-დანგრევის გამო აზერბაიჯანის ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა. ბაქოში რუსული საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკის ოფისში შეიჭრნენ ფილიალის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე დააკავეს და მათ 4 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. სამწუხაროდ ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის რუსული მედიის ჟურნალისტების მონახულების შესაძლებლობა არ გვაქვს. ეს საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს. ეს მიდგომა ემსახურება 2 ქვეყნის ინტერესებს და არა ხელოვნური კონფრონტაციის ესკალაცია. ეს კადრები კი ეკატერინბურგშია გადაღებული. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელს ავტომობილის მინები ჩაუმსხვრიეს. მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და დააკავეს. დაკითხვის შემდეგ კი გაათავისუფლეს. 2 ქვეყანას შორის ურთიერთობა დეკემბრიდან ავიაკატასტროფის შემდეგ დაიძაბა. ივნისის რეიდების შემდეგ კი კიდევ უფრო გამძლავდა.